1908 წელს იაპონიის სანაპირო სოფელ მინამატაში ქიმიური ქარხანა გაიხსნა. ქარხანა ეკუთვნოდა კომპანია Chiso Corporations, რომელმაც მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაიწყო სწრაფი განვითარება და ახალი პროდუქტების წარმოება. თუმცა მინამატას მაცხოვრებლებმა ვერ იფიქრეს, რომ სწორედ ამ ქარხნის საქმიანობა და დაუდევრობა გამოიწვევდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას. ვერცხლის წყლით დაბინძურებას, რომელიც სუნთქიანად შეცვლიდა მათი სოფლისა და მთლიანად მსოფლიოს ბედს. 1950-იან წლებამდე მინამატას მაცხოვრებლებმა ჯანმრთელობის უცნაური პრობლემების შემჩნევა დაიწყეს. პირველი სიმპტომები იყო კიდურების გაბუჟება, კუნთების სისუსტე და კოორდინაციის დაკარგვა. მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა და საბოლოოდ ნერვოლოგიური დაავადებების სერიოზულ ფორმებში გადაიზარდა, გაჩნდა დაბადების დეფექტებიც. რადგან შემთხვევები უფრო და უფრო ხშირი ხდებოდა, დაიწყო ეპიდემიური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ სოფელში უცნაური ნერვული სისტემის დაავადების ეპიდემია იყო გავრცელებული. თავიდან არავინ იცოდა, რა იწვევდა ამ მდგომარეობას. საბოლოოდ ქალაქის ხელმძღვანელობამ კუმამოტოს უნივერსიტეტის მკვლევარები მიიწვია გამოძიებისთვის. პირველი აღმოჩენები მართლაც უცნაური იყო. ადგილობრივ კატებში დაფიქსირდა არაბუნებრივი ქცევები და ნერვოლოგიური დარღვევები. ამ მოვლენას ხალხმა მოცეკვავე კატის დაავადება შეარქვა. გარდა ამისა, ყურეში თევზები იღუპებოდნენ, ზღვის მცენარეები აღარ ამოდიოდნენ ზღვის ფსკერზე. ნათელი იყო, რომ დაავადება ზემოქმედებდა გარემოს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ მინამატას დაავადების მსხვერპლი ძირითადად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ თევზსა და ზღვის პროდუქტებს. საბოლოოდ დადგინდა, რომ დაავადების გამომწვევი იყო ვერცხლის წყალი, მძიმე მეტალი, რომელიც ზღვის პროდუქტებიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა. როდესაც კვლევარებმა წყლის ანალიზი ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ ვერცხლის კონცენტრაცია ყველაზე მაღალი იყო ჩისოს ქარხნის მიმდებარე წყლის არხებში. ქარხანამ პრობლემების დამალვის მიზნით ნარჩენები სხვა ადგილას, შორანოვის ზღვაში გადაამისამართა. რის შედეგადაც დაავადება მეზობელ სოფლებშიც გავრცელდა. ჩისოს კორპორაცია უარი თქვა კუმაროვის უნივერსიტეტის მკვლევარებთან თანამშრომლობაზე და მალავდა ინფორმაციას თავისი სამრეწველო პროცესების შესახებ. ისინი შეეცადნენ დაეფინანსებინათ ალტერნატიული კვლევები, რომლებიც მინამატას დაავადების სხვა შესაძლო მიზეზებს განიხილავდნენ. რადგან ეს პრობლემა სერიოზულად დააზარალებდა სოფლის მეთევზეობას, მინამატას მეთევზეთა კოოპერატივმა გააპროტესტა ქარხნის ქმედებები და კომპენსაცია მოითხოვა. თავდაპირველად ქარხანა წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა საბოლოოდ დათანხმდა და მეთევზეებს 20 მილიონი იენი გადაუხადა. ამ ინფორმაციამ გამოიწვია სხვა დაზარალებული სოფლების კომპენსაციის მოძიების პროცესიც. რამდენიმე სათევზაო ალიანსი ქარხანაში მივიდა, რათა მოეთხოვათ კომპენსაცია. ჩისოს კორპორაცია საბოლოოდ იძულებული გახდა რამდენიმე კოლექტივისთვის აკრედიტაცია მიეცათ. ხოლო საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ დაავალა ქარხანას დაემონტაჟებინათ ახალი ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა. მათ დაამონტაჟეს ციკლატორის გამწმენდი სისტემა, თუმცა მომდევნო წლებში დამონტაჟებულმა სისტემამ არ აჩვენა ვერცხლის წყლის დონის შემცირების ნიშნები და დაავადება კვლავ გავრცელებას განაგრძობდა. ამავდროულად სოფლებში მინამატას პაციენტები დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ. დაავადება თავდაპირველად გადამდები იყო, რის გამოც პაციენტები იზოლირებულნი იყვნენ და მათი სახლები დეზინფექციის ქვეშ ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამტკიცებული არ იყო, დაავადების მსხვერპლთა გარემოცვა მძიმედ სტიგმატიზირებული იყო. ამის შედეგად მინამატას დაავადების მქონე პაციენტების ოჯახებმა დაიწყეს ურთიერთდახმარების საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელმაც ქარხანაში პროტესტი დაიწყო. საბოლოოდ მათ მიიღეს საკუთარი აკრედიტაცია 100,000 იენი წელიწადში მოზრდილთათვის, 30,000 იენი ბავშვთათვის და ერთჯერადი გადასახადი 320,000 იენი გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებისთვის. ამ კომპენსაციის მიღებამ კიდევ უფრო მეტი განხეთქილება გამოიწვია პაციენტებსა და დანარჩენ მინამატას სოფლებს შორის. ბევრი გადასახადის მიღებას ერიდებოდა, რათა სიმპტომები დაემალათ. საბოლოოდ შეიქმნა მოქალაქეთა საბჭო, რომელიც მინამატას დაავადების საწინააღმდეგო ზომებს ატარებდა. დამხმარე ჯგუფი დაავადებულებს სოციალურ სტიგმასთან გამკვლევაში ეხმარებოდა. მინამატას დაავადებას დიდი გავლენა ჰქონდა პაციენტებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც წლების განმავლობაში სუსტდებოდნენ და განიცდიდნენ დისკრიმინაციას. დაზარალებული მეთევზეები აკრედიტაციის ძებნას განაგრძობდნენ. მათ უსაფრთხო თევზაობა ვერ მოახერხეს 1977 წლამდე.
ადგილობრივმა და ეროვნულმა მთავრობებმა, რომლებიც უფრო ადრე უნდა გამოხმაურებოდნენ სიტუაციას, დაიწყეს თავიანთი პოლიტიკის გატარება, რათა უკეთყოფილიყვნენ მზად პოტენციური დაბინძურების საფრთხეებისთვის. თვითონ ჩისოს კორპორაციამ სწორედ ამ დროს დაიწყო პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რათა თავიდან აეცილებინათ მსგავსი შემთხვევები. დღეს 2280 ადამიანი აღიარებულია როგორც დაავადების მსხვერპლი და სავარაუდოდ კიდევ მრავალი ადამიანი, რომელიც ჯერ არ არის აღიარებული. დღეს ეს კვლავ მტკივნეული საკითხია. ჩვენ ამით მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, ან მათზე უკეთ მოვახერხოთ რეაგირება. ჩვენ მინამატას ვერცხლის წყლით მოწამვლით სამი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია. პირველი არის ყურადღება, რომელიც უსაფრთხოების პირველ პლანზე უნდა იყოს ყოველთვის, განსაკუთრებით ქიმიურ წარმოებასთან ურთიერთობისას. ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ ადამიანები უფრო ადრეულ ეტაპზე შეამჩნევდნენ რაიმე შეცდომას. მაგალითად, ხალხმა იცოდა, რომ ადგილობრივი ველური ბუნება უცნაურად მოქმედებდა, მოცეკვავე კატებით და სხვა ნიშნებით. მაგრამ როდესაც ჩატარდა ადრეული ეპიდემიოლოგიური კვლევა და დაავადება აღმოაჩინეს, ცოტა დრო დასჭირდა, რათა ხალხს გაიგო, რომ ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა. თუ ისინი უფრო ფრთხილად იქნებოდნენ, უფრო მალე დაიწყებდნენ კონტრზომების გატარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ადამიანების ცხოველებისა და ეკოსისტემის დაზიანებას. მეორე გაკვეთილი ისაა, რომ დაუდევრობამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს. როდესაც ჩისო კორპორაცია პირველად გაიხსნა, მათ იცოდნენ მათი ჩამდინარე წყლების დაბინძურების შესახებ, მაგრამ საზოგადოებას არ აცნობეს და როდესაც ეს დაავადებად გადაიქცა, უკვე გვიანი იყო. მათ ეკონომიკური ზრდა პრიორიტეტად აირჩიეს, რითაც პასუხისმგებლობა უარყვეს. გარდა ამისა, მთავრობის მხრიდანაც იყო გარკვეული უგულებელყოფა. კუმამოტოს მკვლევრები ეცადნენ ამ თევზის მოხმარებიდან ამოღებას, მაგრამ იაპონიის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სამინისტრომ უარი თქვა ამ წინადადებაზე, რადგან არ იყო აშკარა მტკიცებულება, რომ ყველა თევზი მოწამლული იყო. და ბოლოს ამ კატასტროფისგან გავიგეთ კომუნიკაციის მნიშვნელობა. ყველა შესაბამისი მხარე, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ქარხნის ნარჩენების განკარგვაზე, უნდა იყოს ინფორმირებული. მეთევზეებს, ოფლილებსა და მთავრობას თავიდანვე უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია ჩისოს კორპორაციასთან. თუ ხალხს ეცოდინებოდა, რომ კომპანია ნარჩენებს ყურეში ყრიდა, ამ საკითხს უფრო მალე გადაწყვეტდნენ, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ისინი ათწლეულების განმავლობაში მოწამლულები იყვნენ. მთავრობამ ასევე არ გაითვალისწინა ადრეული ეპიდემიოლოგიური კვლევისა და მკვლევრების წინადადებები. აშკარაა, რომ სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ურთიერთობა აუცილებელია. საერთო ჯამში მინამატას ვერცხლის წყლის ინციდენტი იყო შემზარავი მოვლენა, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ასეთი აღარაფერი მოხდეს. ყველა შეუძლია ისწავლოს მნიშვნელოვანი პრინციპები და პრაქტიკა დაბინძურების კატასტროფის პრევენციისთვის. უსაფრთხოების, სათანადო პროცედურებისა და კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეთ ამ ვიდეოს ყურებით. მადლობა ყურადღებისთვის.